გამარჯობათ მეგობრებო, ყველა სიხარული ბედნიერება და ყველაფერი კარგი. დავიწყოთ ხო? რითი დავიწყო არ ვიცი. ბევრი თემები მაქვს, მაგრამ პერიოდულად რაღაცა თემას რო ვამბობ ხოლმე სიტყვაზე ტყუილზე, სიყვარულზე, ძლიერებაზე, ლიტერატურაზე, იმდენი თემები მაქვს. ვილაპარაკო საათობით და ასე შემდეგ, მაგრამ ასე გადავწყვეტე ვინაიდან ჩვენ მაინც უფრო რეალობას და ნატურაში ვიღებთ ამ თემებზე პერიოდულად ვილაპარაკებ ხოლმე რომელიც არ გინდა ძალაუნებურად როდესაც მიდიხარ სადმე ამ სტეპებში და საათობრივად ვიხარ მანქანაში თავისთავად ბევრი ფიქრები მოვდის და პერიოდულად ამ ფიქრებს და ამ აზრებს უფრო სწორედ ბევრ მაყურებელს ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს ზოგს ურჩევნია უფრო action, ანუ აქტიურობა გვაჩვენეო, მაგრამ სულ აქტიურობა ხო არ იქნება და ასე გადავწყვეტე რომ კვირაში ან თქვათ 5 დღეში ერთხელ სხვადასხვა თემებს ჩემს მიერ დანახული თქვენთან ერთად ფიქრები რაც მე წეღანაც გითხარით მაგ ფიქრებს გაგიზიარეთ. ეხლა მოდი ამაზე ეხლა ამჟამად არ ვილაპარაკეთ იმ ჩემ აზრებზე, მაგრამ ჩვეულებრივ action-ს რო ვიძახით, action-ში ვიყოთ. ეხლა მე ვიმყოფები ლას-ვეგასში. ლას-ვეგასი ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან უმაგრესი და ძალიან მაგარი შტატია. ნუ თავისთავად ეს შტატი სადაც ყველაფრის გაკეთება შეგეძლია, ნუ თავისთავად ეხლა ლას-ვეგასში ცნობილია თავისი კაზინოებით, გასართობი ამბებით, კონცერტებით, შეჯიბრებებით, მაგრამ ლას-ვეგასი აგრეთვე ეს კი ცნობილია თავისი, როგორ გითხრათ, ეს წარმოებებით და სამუშაო ადგილებით და ემეებით, მაგრამ ესა უпросტად ბოდიშით ემეებით და ემეებით, მაგრამ არის სხვა ლას-ვეგასი, სამუშაო ლას-ვეგასი და ჩვენ ძალიან პროცესში ვართ. აი, ეხლა მე ბევრჯერ მილაპარაკე ლას-ვეგასის შესახებ, რომ ეს შუა უდაბნოში განვითარებული თანამედროვე ქალაქია და ბევრი წიაღისეული იყო აქა და მე რომ მუშები რო უკვე ასაკში რო შედიოდნენ და უკვე ტოვებდნენ ამ ტერიტორიას და რო არ დაეტოვებინათ ასე გადაწყვიტეს გახსნეს აქ კაზინოები გასართობი ადგილები და ასე შემდეგ და ასე დააკავეს მოსახლეობა და გაიარეს ამატარებმა. ხელა ძველი მატარებელია კაცო. ეტავი დამეწყო დათვა, მაგრამ არ დამიძლია. ჩვენ ამდენი გვაქვს რეკორდი, მგონი როგორც მახსოვს 1918 ვაგონი მაქვს საკმაოდ გაწყვეტილი. სადა ნაკლებია. შემაწყვეტინა საუბარი. ხო და რას ვამბობდი, ლას-ვეგასი არა მარტო გასართობი და არა მარტო გასართობი, არის სამუშაო ქალაქი და ეხანაც რო თქვი ჩვენც ამ პროცესში ვართ. ერთი რაღაცა რა მინდა თქვა, იცით, ზოგჯერ ამბობ ხოლმე ამ სიცხეში როგორ მუშაობს ხალხი, როგორ მუშაობს და სხვათა შორის ეხა სხვა კლიმატთან შედარებით, აი სიცხე კი არის ერთ ქალაქში. შალი სიცხეა, იქ ხო ვიყავი ჩვენ საუკაროლინაში და იქითკენ იქ სიცხე იყო ტენიანი და აი ტენიანობა გაწუხებდა და აქ ამ შემთხვევაში არის, მაგრამ აი რო იტყვიან შეწუხებული არ ახლა რა. და ალბათ იმიტომაც არის მიზეზი, ნახეთ აი ძალიან მე ალბათ ეს გაჩვენეთ როგორ სახლებში ცხოვრობენ, მე ადრე ძველ ვიდეოებშიც აი დასახლებულია მთელი ეს ლას-ვეგასი და როგორც ვიცი რაღაც 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს ამ ასე ვთქვათ უდაბნოს მშრალ ტერიტორიაზე.
პირველი ასეთი დაბეჭდილება თითქოს აი ზეიმია. ეხლა ეს ზეიმი, იმიტომ კი არა, რა თქმა უნდა ეს კაზინოები და საკონცერტო დარბაზები თავისებურად ზეიმს ქმნიან, მაგრამ აი მანქანები ესეთი სულთა გაკრიალებული, ეთქობა ეს საყოველთის ლურჯია და რაღაც აი ეს როგორ გითხრათ, აი თვითონ დახატულია ყველაფერი და ყველაფერი აი ეს ფერი, კაშკაშა ფერი, სიცოცხლის და ზეიმის იმას შეგრძნებას იწვევს რა. ზეიმი, მაგრამ ჩვენც მუშაობთ და აი ხა რაღაცა ტვიტი მოვიტანე კალიფორნიიდან. ახლა დამაყენეს აქა და მითხრეს რომ გაგირეკავ და დოგსაც გეტყვით. ყველაფერი ნატურაში, ყველაფერი უნებია. და ყოველგვარი წინას არის მომზადების და იდეის გარეშე ვიღებთ ამ ჩვენ ვიდეოს. ეს სიტყვით ველოდებით გადმოტვირთვით. სიტყვაში ხა დროცა მაქვს, ამას შევამოწმებ ყველაფერს ბოლო ამბებში. რომ ისე არ გამისხდეს, ყველაფერი აი ნორმალზეა, ხა ყველაფერი საბურავი 4-ვე კარგია. იქით ამ ხარესაც შევამოწმებ. აგე რა, უბრალოდ ეს რა არის ეს არის. გაჭირლივით არის, მაგრამ არ მგონია პრობლემა იყოს. აი, ყველაფერი კარგად არის და რა ვიცი, ზაში თუ რაღაც იმეებში რაღაც არ სურპრიზი არ გაგვიკეთა. ლოგიკაში და რეალობაში არაფერი პრობლემა არ უნდა იყოს. სამუშაო წვიმანები, არა მეგობრებო. გადავხედოთ სამხარი ინფორმაციებს და ასე შემდეგ. გაგვირეკეს და მერვე დოქთან მიდიო, მერვე კარეთან ვიქაო და Head north toward South Decatur Boulevard. ლას-ვეგასის ძალიან უთანამედროვე სასაწყობო მეურნეობებია და ტრაილერი ძღოლებს ძალიან გვიყვარს ხოლმე აქ მოსვლა, იმიტომ რომ ადვილი დასაყენებელი, მისაყენებელი ფართო და ყველაფერი კომფორტულად არის რა. ხაბარება ჩვენი მერვე 23 და ქვემოთ არის ბოლოში. ძალიან მოხერხებული, ადვილი დასაყენებელი ადგილებია რა. უთანამედროვესი პირობებია ძღოლისთვის. აი ჩვენი მერვე ნომერი აგერ არის, აი კინას გადავწერო, ბორბალი არ გადაუარო. არ გამიხედვის ამ ხაზით, მაგრამ აი თავი დავიზღე ცოტა გამოწევ აქეთ. ესე უთანამედროვესი საწყობებია. ოკეი, დავაყენეთ და აი ეს უნდა მივაყენოთ, იმიტომ რომ ასეთი მოთხოვნა სანამ ამას არ მიუდებ, აქამდე წითელი არ აინთება. ოკეი, всё. დაიწყებენ ახლა გადმოტვირთვას. კიდე კაი აქვს. ცოცხალი ადამიანის შემხატვრე წინა ვიდეოში რო იყო ავტომატურად აქ არ არის, მაგრამ ოხერხებულია. ახლა ნახოთ მეორე ტვიტი სად მიგვაქვს. სწორედ პიკაპი გვაქვს, ესე იგი არის 18 მილშია. ეს აქვე ახლოს არის და აქედან მივდივართ ფონიაში. აქვეა ლიმა რომ აქვეა და 230 მაილში ხდიან $250. პატარა მანძილია, ფასი კი არის, მაგრამ რო იტყვიან საწუწუნო არ აქვს. რაც არის ეგ არის. სამუშაო პროცესი. ეს გადმოვიტვირთეთ, საბუთები მომცეს და წავედით ახლა ავიღოთ სხვა ტვიტი, რომელიც უნდა წავიღოთ კალიფორნიაში და კომერციულ თვალსაზრისით ხედოთ, აბა რა უნდა ავიღოთ.
ლას-ვეგასში იმისთანა რომ კალიფორნიაში წავიღოთ. სავარაუდოდ მე გონია რომ უფრო აი ტექნიკური რაღაცა ძირითადად აქ უფრო მაინც არის ტექნიკურ რაღაცებს აკეთებენ ხოლმე. ნუ არ ვიცი, ახლა მე ჩემი გამოცდილები გამიძახი და ავიდეთ უკვე აბილას 18 მილია საწყობამდე. ლას-ვეგასში ხო არის სტრიპის ქუჩა, სადაც ეს კაზინოები და ეს არის განლაგებული რაღაც 1-3 მაილამდე სიგრძეში. მაგრამ გარშემო სულ საწყობები და რა მთელი ამბებია და უთანამედროვესი შენობები. ის ხო სასაწყობო შენობები, თორემ მაღალ რა ქვია იმას, მაღალ სართულიანი კორპუსები აქ არ არის, იმიტომ რომ ძირითადად მაინც ასე ვთქვათ, ერთსართულიან და დაბალ სახლებს ირჩევენ საცხოვრებლად. ეხანაც რო თქვი სახლები აქ რატოა პატარა სახლები, იმიტომ რომ მაინც ეს მუშების და თანამშრომლობის შენდება და უფრო იაფიჩდება. ოკეი, ეს მონიკა აღჭერდება სულაპარაკო. მოდა ეხლა ნიუ-იორკში ვარ და ავასართულიანდეს ასეთი აქ არა, იმიტომ დიდი პარტია უდაბნოა და უფრო იაფიჩდება. პატარა ასეთი ერთსართულიანი სახლი ააშენეს. ჩვენ რამდენჯერაც ლას-ვეგასზე ვიღებთ ხოლმე, სულ იმეებს ვიღებთ ხოლმე და ეხლა გადავიღოთ აი ესეთი სამუშაო სტანდარტული სამრეწველო ლას-ვეგასი. ფართო გზებია, დიდი შესასვლელებია და ბრძოლებისთვის აი სატარებელი. თუმცა გარეუბნიდან მაინც ცენტრისკენ წამოგვიყვანა ნავიგატორმა და ალბათ მოგვიწევს მაინც გადავხედოთ ჩვენ იმ ლას-ვეგასს, რომელიც ჩვენ წარმოგიდგენია და ხშირად აჩვენებენ ხოლმე. მერაბის და ილიას ლას-ვეგასი, წარმატებების და იმის სიმბოლო. სხვათა შორის მერაბი აქ არის. სამწუხაროდ დრო არა მაქვს, თორე კი ნახავდი და დავილაპარაკებთ და კარგი იყო, მაგრამ სამწუხაროდ მაგის დრო არ აქვს. როგორც მახსოვს, გუშინ გამოაცხადეს, ვიღაც ამერიკას უნდა შეხვდეს, რომ მერაბმა შეინარჩუნოს თავისი ჩემპიონობა, გვარი არ მახსოვს რაღაც ბელეთით. მაგრამ მერაბის წარმატება უნდა უსურვეთ. მithumetes მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მერაბისთან და ძალიან უბრალო ადამიანი. მე პირადად ეს არ მომწონს, მაგრამ კი მებრძოლი და მე წამოდგეს სისხლი, ჯაჭმა და ასეთი ჟოსტკი და დაუნდობელი სპორტია, მაგრამ იმას მერაბის ვენები მეთქი მერაბ როგორ ჩხუბობ კაცო ერთი ვიცი რომ ჭიანჭველად ფერს არ დაადგავდა, აი მან როგორ ახალ მეთქი და ეცინებოდა, ნუ სპორტია, სპორტი თავისებური მუზამია და სპორტში მთავარია ეს ბრძოლის სული და მერაბის ეს ნამდვილად არ აკლია და ძალიან დიდი მაგალითია მომავალი თაობისთვის და არა მარტო მომავალი თაობისთვის, არამედ ყველასთვის ვისაც უნდა წარმატებას მიაღწიოს და აიტოთ წარმატება რა არის? წარმატება არის დიდი შრომა და დიდი ნებისმიერ. სხვათა შორის ამ თემაზე ცოტა ხანში მომემზადებ, ახლა ვიტყვი, რატო ადამიანები აკეთებენ წარმატებას ვერ აღწევენ, წვალობენ და იმ სასურველს ვერ აღწევენ და ამაზე მე ცოტა ხანში, როგორც წეგანა ვთქვი, ცოტა ხანში მაგ თემაზეც პატარა ფიქრები მომდის, აზრები და ამას გაგიზიარეთ. რატოა რომ ადამიანები წარმატებას ვერ აღწევენ? ნუ ჩემებური ინტერპრეტაციით.
გავიარეთ ეს თქვათ ეს ცენტრალური ლას-ვეგასის ცენტრალური ადგილი, ასე თქვათ დაუნთაუნი და წავიდეთ გავაგრძელოთ ჩვენი სამუშაო პროცესი. მივიდივართ ტვირთის ასაღებად, ამდენი დაგვრჩა 12 მილი. ძირითადად აი ესეთ სახლები, აი 2 სართულიანი მაქსიმუმ რა, ან ასეთი პატარა 1 სართულიანი სახლი. ვიდეოზე გახსოვთ მაშინ იქ ცოტა რომ დაიძაბა სიტუაცია გავასწარი აი ესეთი ღარიბზე უფრო საშუალო დონის ხალხი, ღარიბი არა, საშუალო შემოსავალი, ჩვეულებრივი ხალხი რა, მასიურად აი ესეთ სახლებში ცხოვრობენ, ლას-ვეგასში, აი ერთ სართულიან სახლებში. კაი, წავიდეთ, აბა სად არის ერთი ჩვენი საწარმო ვნახოთ. მიხედოთ უკვე ჩვენ ამბებს. 15 შენობა ნავიგატორი იქით მეუბნება, მაგრამ არა ჩვენა და აგერ წერია receiving and shipping, ეს კი მარცხნივ წავიდე სოფიეტა ავსტრალია ვარ. აი საწყობში გვაქვს ასაღები რაღაც. ნუ ეს უკვე თქვენ ხვდებით ხო, ეს იგი სასაწყობო მეურნეობა, სასაწყობო ბიზნესი და ასე შემდეგ. ეხლა მე დავდგები რიგში. ეს მანქანა აპოინტმენტის მიხედვით ზუსტად ცოტა ესეთი ტვირთი მაქვს კოსკოში უნდა წავიღო იმაში კალიფორნიაში და ეს ცოტა შარიანი რა ანუ აპოინტმენტების მიხედვით უნდა მოხდე რა კონია ამყოფი ვარ ადრე კონია ამყოფი ვარ ადრე კი უკვე ვიცი ეს პროცესები გავჩერდე სადღაც მე რომ შევიდე ჩეკინგი გავაკეთო receiving and shipping აი ეს კარგი უკვე აქ ნამყოფი ვარ სადაც ნამყოფი ხარ რო იცი უკვე ადვილია ხოლმე რა და ისე უნდა დავდგე აგე დავდგე ჩვენ მანქანას შევალით იმაში ფიში და გავაკეთებ shipping-ს არა წავედი აქ და კი არ მოსწონს მაგას გავაკეთებ ამუშაო პროცესები მეგობრებო ძალიან ჩვენ ბევრ მაყურებელს უყვარს ხოლმე ეს წვიმანები და წვიმანებსაც გთავაზობთ Stop here, stay in your truck, wait your turn. შენ რიგს დაილოდო. აი ხლა ის რო გავა, მე უნდა მივიდე და stop here. ეს აი ეს უნდა გქონდეთ ხოლმე, ეთე არის ხოლმე საწყობები რომ ამის გარეშე არ შეგიშვებენ, ამიტომ ყოველთვის უნდა გქონდეთ. ეთხებ დამემართა სადღაც დამჩა და მივიდი საწყობში და არ შემიშვეს. მე მომიწია სადღაც 110 მაილი მაღაზიაში იქ ვიყიდე და ეს ყვითელი რა ქვია ჟილეტები უნდა გქონდეს ხოლმე რომ არ დაგავიწყდეთ. და თანამშრომლები ეს ყველა ამ ჟილეტებში არიან და წესებით უნდა იმოქმედო რა წესებსაც თხოვენ. ეს კაი ხალხია მე აქ ადრე ნამყოფი ვარ აქ უცბად კეთდება ყველაფერი. ჩემი რიგია Stop here for check-in with staff. გაჩერდი აქაო და შედი იმაში ოფისში და იქ მოგხედავენ
ავიღეთ. წავიდეთ, აბა შევამოწმოთ. ნამბა უნდა ავიღოთ და წავედით. სკოლის ორგანიზაცია ისეთი მკაცრია რა. მთელი ინსტრუქტორი ჩამიტანეს. სისტრები უნდა იყოსო, ის უნდა მიაბაო მთელი ამბები რა. ის უნდა გაწიო, გამოწიო და როგორც ხდება პროცესი, ჩვენ გვინდა მე-16 კარი. მე-16 კარი. ოკეი. მე-16 დოკი, რავი როგორ არის სწორად. დოკი მე-16. ეს ავწიეთ, ახლა ეს ტრეპებსაც ავიღებ. ტრეპები ახლა გვაქვს. ორი მანქანაში მაქვს. ეს 4. სამიდა. წვიმანები, მეგობრებო. მაგრამ ესეც გავწიოთ. კარები გავახოთ. ოკეი, 1 2 3 4 5 6. всё, ეხლა გავწიოთ ეს პრობლემები. სლაიდი გავაკეთოთ. ეს ჩავწიოთ, ოკეი. ახლა მივიდა ბოლომდე, ახლა ეს ავწიოთ. მე უკან რო ჩასდეს იმაში გავწიოთ. всё, ჩავდა. ახლა ეს ჩავწიოთ კიდო. და გავაკეთოთ. მივაყენოთ ჩვენი ხაზებს ზუსტად რომ მოხდეს, რომ მოხერხებულად იყოს, ესენელა მარცხნივ, მარჯვნივ, კარგად ჩანს. ნელა, რომ ჯარიხონ უცბად არ ტყავენ ხოლმე და ის მე რეზინი რო არის, ფუჭდება და რატომ და გავაფუჭოთ. ყოფტად. მედით. ოპა, всё. ამ დროს ახლა ვაკეთებთ ამას წერტ და მომთხოვეს რომ ისინი მოხსენიო ტორმუზის შლანგები. აი შევამოწმოთ. ეს დავუყენოთ, კარგად არის, მაინც დაზღვევის მიზნით. ესეც ასე. მეგობრებო, ხوار დაგღალეთ. იმიტომ ვიღობ რომ იმათი დავაკმაყოფილო, რა წვიმანები გვინდა, ყველაფერი წვიმანებიო და წვიმანებს ვიღებ. და უნდა მოხსნათ მუხრუჭის წითელი შლანგი. აი ეს. რო მანქანა არ დაწვა რა. всё, ყველაფერი გაკეთებული გვაქვს. დატვირთავენ ალბათ ამას ყველაფერს და მოგებინებენ. სიგრილი არის, უიმე ეს გამომჩა. ნოტბუქზე არის ხოლმე დრო რო არ დაკარგო, ხა აი ონზე გადავიდო, ონი არ გვაწო, ჩვენ უნდა დავუკეთ ოფი. ნუ მე უცბად დრო რო არ დაკარგო, აი ეს ოფი. აჩქანეში არის ხოლმე ზოგჯერ გავიწყდება და ამოგივარდება ხოლმე თავიდან და. всё, ელოდებით უკვე დატვირთვას, ესე იგი 242 მილი გვაგასა კოცკუ ასეთი ვაჭრობენდია, დილის 8 საათზე უნდა ვიყო იქა, თუ დააგვიანე, უკვე მე პრობლემები გექნება. ნუ რასაც ხედავ, ყველაფერი ნორმალზეა, არაფერი მივდივართ გრაფიკის მიხედვით. 10 მილი ეს არაფერი არ არის. და ჩვენი პირობები შევასრულეთ. ეხლა რა უნდა იყოს საინტერესო, აღარ იქნება. თუ რაღაცა იქნება, რა თქმა უნდა, გადავიღებთ და გაჩვენებთ ყველაფერს. კარგით, აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და ყველაფერს კარგს.
მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე, ხო გვინდა საინტერესო ვიდეოები? იმედია მოვხდებით აქ საინტერესო ვიდეოებში. კარგად.